რომ ჩვენ აი ამ მიუხედავად ძიმე ვითარებისა ქვეყანაში, მიუხედავად ჩვენს მიერ გამოვლილი ძალიან რთული პერიოდებისა, სამოქალაქო ომი, ურთიერთდაპირისპირება, ორი ომი გამოვიარეთ, ხო და აფხაზეთის ომი კი თითქოს შიდა დაპირისპირებად არის შეფასებული, მაგრამ მე ახლა სხვის მონაყოლს არ ვამბობ, რაც ჩემი თვალით მაგს ნანახი, იქიდან შემიძლია ვისაუბრო, გინდა აფხაზეთის ომზე, გინდა 2008 წლის მოვლენებზე. აფხაზეთის ომში მონაწილეობა ღებულობდნენ რუსეთის რეგულარული ძალები. სამხედრო რეგულარული ძალები, ესე იგი. და ამიტომაც ეს არ იყო, ვიტყვიან, მხოლოდ შიდა კონფლიქტი. და აი მე ეს მოვლენები ხო ყველაფერი ისახებოდა და აი ამ ყველაფერში ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა დადებითი თავისი როლი და თავისი წვლილი შეტანილი. ყველა დროს, ყველა ეპოქაში. მე მინდა ვთქვა, რომ აი ომის დროს ჩვენთან სოხუმში მახსოვს მეუფე დავითი იყო ჯერ, რომ მეუფე დავითმა პირველად რაც ეგ მან ეს მისი განწყობა ასე აბსოლუტურად რო იტყვიან ქართველური განწყობა და ის რომ აფხაზეთი არის საქართველო და ჩვენ შორის დაპირისპირება მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს ინსპირირებული აფხაზთა და ქართველთა შორის დაპირისპირება ინსპირირებული იყოს და აწყოდეს მესამე ძალას მეუფე დავითი ამაზე თავიდანვე ლაპარაკობდა უკვე ღიად, მაგრამ გარდაიცვალა მეუფე მას გულის ჰქონდა ასე ავად გული და რაღაც საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ამ ნერვიულობამ, ამ ვითარებამ მასზე ძალიან იმოქმედა გაგრის დაცემის შემდეგ მოხდა მისი გარდაცვალებას მალევე და მე მეუფე დანიელი ჩავედა და მეუფე დანიელი ამ ისთვის მოდი ვთქვათ უცხო გარემო იყო ხო მაინც სოხუმი ჩამოვიდა მამებთან, დედებთან ერთად და როგორ დადიოდნენ ქალაქის ქუჩებში, აკურთხებდნენ ქალაქს, მიდიოდნენ დაჭრილებთან, არ ქონდა მნიშვნელობა ეროვნებას. ორგანიზებული იყო საკვების მიტანა დავრდომილებთან, მოხუცებთან, ვისაც არ შეეძლო თავად საკვებზე მოსვლა. ნუ მე არ უბრალოდ ახლა ასე არ ვისაუბრებ იმაზე, თუ მეუფე და მთელი სამდელოება წამოვიდა დალის ხეობით გამოვედით იქიდან, ხო ყველანი გამოვედით და ის რომ მეუფეს არ უნდოდა იქიდან წამოსვლა და მან ადგილი მოინაცვლა უბრალოდ სოხუმის საკათედრო ტაძრიდან აგუძერის ტაძარში გადავიდა, იმიტომ რომ ყველანი ველოდებოდით რომ მოვიდოდა მაშველი და შემოუტრიალდებოდით უკან ქალაქში, ესე იგი. და მისი იქ დარჩენა ჩვენ უკვე გვქონდა ორი ფაქტი სასულიერო პირების მიმართ საკმაოდ ასე ვთქვათ ძიმე დამოკიდებულების, ნუ ეს იყო ასე ვთქვათ მამა ანდრია კომაში, რომელიც იქნა მოკლული და ბატონი იურა, ანუ ბატონი იურა შეიძლება სასულიერო პირი არ იყო, მაგრამ იპოდიაკონი იყო, ანუ პირველ ხარისხში იმყოფებოდა სამოდელო წოდებისა ასე და სახიფათო იყო და მეუფეც მარტო საკუთარ თავზე არ აგებდა პასუხს, მასთან ერთად იყვნენ მონაზვნები, იყვნენ სამოდელოება იყო და ეს საფრთხე იყო სრულიად რეალური. მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმიტომ რომ ვიცი ეს და მე ავიღოთ მე მახსოვს სამეგრელო, როდესაც ჩვენ ჩავედით იქ მონასტერში ჩავედით, პირველი ნაბიჯები აი ეკლესიისა სამეგრელოში, როგორი რთული ვითარება იყო, როგორი განწყობა იყო ეკლესიის მიმართ, აი უნდობლობის განწყობა იყო. ადამიანები მართლა ძალიან მძიმე ვითარება იყო ეკონომიურად, მორალურად, რაღაც ეს დაპირისპირება, ურთიერთბრალდებები, სამწუხაროა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი მოხდა, ეს რეალობა. ეს ჩვენ გავაკეთებთ, ხო? ახლა თუ ვიღაცა იტყვის, მე არ მიმიღია ამაში მონაწილეობა,
ნუ რა თავს გაიმართლებს ჩვენ ვართ ყველანი ერთად ვართ საზოგადოება მთელი ქართული საზოგადოება და ჩვენს გვერდით აი ოჯახი იყო ბავშვები ისე გახდნენ 2-3 წლის ბავშვები რომელიც დაიბადნენ 92-13 წელს 2-3 წლის ისე გახდნენ ბავშვები რომ პური არ ქონდათ ნაჭამი პურის ქვილი არ შემოდიოდა აი გაიზარდნენ სიმინდის ქვილზე ღერღილი და ჭაძე გაიზარდნენ ეს ბავშვები აი ესეთი ვითარება იყო და ამ დროს ეკლესია აძლევს პირველ რიგში ადამიანებს სულიერ საკვებს ანუ მხნეობას სულიერს აძლევს იმედს ხვალინდელი დღისა და რაც ქონდა ჩვენ კორცხელის მონასტერში ჩვენთვის ის იმას ვარიგებდით ჩვენს ირგვლივ ვინც იყვნენ ის ადამიანები და ბადგანაც უზარმაზარ სითფოს სიყვარულს და თანადგომას გრძნობდით იმიტომ რომ ისინიც ისევე აი რო იტყვიან ლუკმას ტეხავდნენ ჩვენთან და ამას რატო ვერ ხედავ აი ხო შეიძლება რომ თუ იქნები ობიექტური რომ დაინახო ესეც თუ შენ გინდა ცუდის თქმა ის კარგის ხონდა დაინახო ანუ ვისაც ატყუებენ იმ ადამიანებმა როგორ ატყუდებიან ესე რომ თუ ცუც ხედავენ შავს ეს თეთრიც რომ დაინახო ხო შეიძლება თუ შეიძლება აი ამას რატო არ ყავს დამნახველი ვიცით რა არის თქვენ იმისთვის კი არ აკეთებთ რომ ვიღაცამ დაგინახოთ ვიცი მაგრამ ჩემი ვალდებულებაა რომ ვიყო მადლიერი უბრალოდ მე რო ვიქნები მადლიერი ჩემთვის არის კარგი ხო სულ ყველაფერს თავი გავანებოთ თქვენ არც არ გაიკეთებთ იმისათვის რომ ხა ვიღაცამ ტაში გიგრათ ეს არც იცი შეიძლება უმეტესობა მაიხა თქვენ რასაც ყვებით არწმუნებული ვარ არავინ არ იცის აფხაზის ნომში ამხელა როლი აქვს მეუფე დანიელიდან დაწყებული თქვენი დამთავრებული თვითონ სასულიერო პირებს ჩვენ თუნდაც ჩვენს უწმინდეს და უნეტარეს ხო მე აი რატომ ვერ ხედავენ ამას რატო არის სულ მეორე პლანზე აი ხომ არ დადგა ის რომ მეუფე რომ რაღაცა უთხრათ ამ ადამიანებს გავაგებინოთ რომ ესეც არის ნუ ალბათ შეიძლება ამას ამოდენიმე მიზეზი ქონდეს ანუ ქონდეს აი თუ შეიძლება ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ნუ სულ ობიექტურ მიზეზთა შორის ვიტყვი იმას რომ აფხაზეთის ომი შემდგომ გავიდა მისი დასაწყისიდან 28 წელი გავიდა ესე იგი უკვე ხო ანუ 28 წელი ერთი თაობა არის იმ ახალ თაობას არ ახსოვს ეს მოვლენები და ასე ვთქვათ სხვა რა მახსოვს და სხვაგვარად უყურებს იმ დროინდელ თაობას ძალიან კარგად ახსოვს და კიდევაც ემადლიერებიან ეკლესიას და ადამიანებსაც ვინც იმ პერიოდში სასულიერო პირები ვინც იმ პერიოდში იყვნენ ნებისმიერ ადგილას აფხაზეთი იყო ეს თუ ცხინვალის რეგიონი დიახ ცხინვალის რეგიონზე ვიტყვი მეუფე ისაიაზე ხო ვთქვათ აი მეუფე ისაია 95 წელს გახდა ნიკოსისა და ცხინვალის ეპისკოპოსი და მეუფე ისაია ჩადიოდა უწევდა ჩასვლა თბილისიდან ავტობუსით ჩადიოდა ნიკოში დადიოდა ავტობუსით ესე იგი მერე გორიდან დადიოდა ავტობუსით მერე რაღაცა იქ ვაგონი დაიდგა საცხოვრებელი და ასე დაიწყო იქ მან ცხოვრება მარტყოფის მონასტერში სადაც იყო ცხუმაფხაზეთის ეპარქია დროებით განლაგებული ახლა ნუ რა ვიცი მართალი ბრძანეთ თქვენ რომ მე ამას ასე მინდა თქვა სასულიერო პირებში და ზოგი მრევლშიც არ ვყვები ამ ამბებს და შეიძლება ახლა ეს პირველი შემთხვევა არის მithumetes ეს პირველად მე სიმართლე გითხრა ვიცოდი მაგრამ ეს ეთერში საუბრობ ამაზე მაგრამ აი მარტყოფის მონასტერში სადაც ასეთ ადამიანები ვიყავით დევნილები შეკრებილი ვიცინოდი ჩვენი ვინცაც ეკონომოსი ვისაც ეწოდებოდა და ჩადიოდა მონასტერიდან რომ უნდა მოეტანა სანოვაკი ხო რაღაცა თქვა ორ კვირაში ერთხელ მიდიოდა თუ რა რაღაცაზე იქ ესეთი ვინმე თუ ამოვიდოდა იშვიათად ან რაღაცა მე სულ და მეცინებოდა ესე იგი ერთი პარკი ასე სავსეს წაიღებდა კუპონებით ეს 5 კუპონიანი თუ ერთიანი თუ რაღაცა წაიღდა და ამოვიტანდა 2 პურს და 3 კონა მწვანელს ესე იგი ვეკითხებოდი დრისთვის მეტი ხარ აი ეს პოპები დაო ესე იგი და მეტი არაფერი ხო და
წყალი რო წყალი არის, ხო? წყალი ვიყავით ესე იგი იძულებული რომ ზამთარში ყინული გაგვენდო, რომ იქ მილი იყო რომ და ეს მილი ჟონავდა, წყალსასმელი მილი იყო და აი ამ ჩამ იყინებოდა და ამას ამ ყინულს ასე თქვათ ვამტვრევდით და დასალევა და საკვების მოსამზადებლად ამას ვიყენებდით და ასე შემდეგ და მინდა ვთქვა რომ ეს ასე იყო ყველგან ნებისმიერ იმაში ეპარქიაში ასე იყო და აი ამ რთულ ვითარებაში ეკლესია მაინც წინ მიდიოდა ამ რთულ ვითარებაში 1995 წელს ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა და წმინდა სინოდის წევრებმა მოიწვიეს კრება და ამ კრებაზე დიდი გაფართოებული კრება და ამ კრებაზე იქნა დადგენილი რომ უნდა საქართველოში 27 ეპარქია შექმნილიყო 27 ეპარქია და 95 წლიდან დაიწყო ეპისკოპოსების გამორჩევა. ბოლო 27 ეპისკოპოსი, რომელიც ამ კრების მიერ დადგენილი ეპარქიების რიცხვს დაუდგინეს, ასე ვთქვათ, წინამძღვრად, მდელმთავრად ვიყავი მე. და მე დღესაც ასე მიმაჩნია, რომ მე იმიტომ კი არ შეამარჩიეს რომ მე რაღაცა თქვათ განსაკუთრებული ნიჭები მქონდა თქვათ ან რაღაცა ასე თქვათ